ეხლა ისეთი წითელი წიწაკა ამოვიღებ, დევ კაი არ შევჭრა. ხოდნიან სამეგრელოში საჭმელების გაგერხება. აუ დაგერხა. კომენტარი. შემდეგი ჩვენი სტუმარია, შემდეგი ჩვენი კერძი არის რეპმასტერი. რეპმასტერი სტუდიაში. რამე ოპერაცია რო ჩავატაროთ გამოშიგნის. რო კითხოთ. რა დამატეთ უკაცო? ვერ გავიგეთ. გადავახვიოთ და ჩვენს ნახოთ. ხო. ეგ იყო? თურმე რა ყოფილა. მოგესალმებით ყველას, შიდა სამზარეულოს სპეცგამოშვებას ადევნეთ თვალყურს, რითი ეს გამოშვება სპეციალური, ახლავე აგიხსნით. დღევანდელ გადაცემაში მე შევეცდები ერთდროულად მიმოვიხილოს 3 კვებითი ობიექტი, 3-დან ერთ-ერთში გავაკეთო იმ კვებითი ობიექტის ფავორიტი კერძი. ხო, დანარჩენების მზარეულები მოვიშველიო, რათა 3 კერძით გავომასპინძლდეთ სტუმრებს, მოსულს ბაზარი ორბელიანზე. სტუმრები კი მეყოლებიან ოქტოპუსი, ესეთი YouTube არხი არის, ამ ოქტოპუსის პრაიდის ერთ-ერთი ძლიერი ლომი ცოტნე და ასევე არის ჩემი და ჩემი შვილის მეგობრების არხი ჰამაკი და ამ ჰამაკიდან ერთ-ერთი წევრი, ანუ ჩემი შვილი მეყოლება სტუმრად შონზიკა. ცოტნეს და შონზიკას ელოდებათ ბაზარი ორბელიანზე 3 ერთმანეთზე უკეთესი კერძი და რომელს გავაკეთებ მე, შეეცადონ და გამოიცნო. ეხა მოდი სტუმრებს დაველაპარაკოთ. აი მეგობრებო, თვალსა და ხელშუა ჩემი დღევანდელი გადაცემის სტუმრები გააჩნდნენ. რახან ესეთი სპეციალური გადაცემა, სპეციალური მადლობა თქვენ. მადლობა. იუბილეი ყავს გადაცემაში და სპეციალურად შიდა სამზარეულოსგან შენ დაბადების დღის მოლოცვის ტექსტი. მადლობთ. რატომ არის ეხლა ალბათ სპეციალური გადაცემა, მაგიც გაინტერესებს. ჩვენ ვიმყოფებით ეხლა ადგილზე, სადაც არომატების გემოების ორომტრიალი ტრიალებს. და გადავწყვეტეთ, რომ ერთი ადგილით არ შემოვიფარგლოთ. ერთის მაგრად აქ 3 ადგილი მოვინახულოთ კი არა დავაგემოთ. ძალიან კარგი. შევარჩიეთ თქვენთვის ვიეტნამური სამზარეულო, არ გამისინჯავს ფობო, არასოდეს. მეორე სართულზეა. საქართველოსდან ძალიან შორს რო არ წავსულიყავით მეგრული სამზარეულო, მორთი, ანუ მოდი და ცივილიზებული სამზარეულოც შეურიე. რეპმასტერი, ანუ რეპს, კლასიკურ რეპს აგასინჯებ. ფობოს, ასე ვთქვათ, საფირმო კერძს ფობოს გასინჯავთ, ასევე ქვია. მორთიდან მოგიწევთ გასინჯოთ ღომი და თევზის ბაჟე, მეგრული სიშიშხათით და რეპმასტერიდან კლასიკური რეპი. ეხა მე თქვენ რამოდენიმე ხნით დაგემშვიდობებით, უკვე დიდი ნერწყვი გადავყოლათ, იმიტომ რომ მიწევს წასვლა და მხოლოდ მაყურებელს ეცოდინება ეხლა, იმიტომ რომ ამის შემდეგ კეთების პროცესი წავა იმ 3-დან, რომელს ავირჩევ გასაკეთებლად. თავსთავარია კერძები, ხელცხელები მალევე მოვა, თქვენ არ მოიწყინოთ და მერე შეუდგეთ დეგუსტაციის პროცესს და გავსინჯოთ. ნამდვილად. მზადყოფნა ნომერი 1 ცხადდა. კი ბატონო. აქვე გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო და გიყვარდეთ კაი გემრიელი ჭამა ამ კაი გემრიელ ხალხთან ერთად. გიყვარდეთ რონალდინიო. მაშასე შიდა სამზარეულოს სპეცგამოშვების პირველი მასპინძელი კვებითი ობიექტი გახლავთ. ფობო, ვიეტნამური სამზარეულო. მივიღე გადაწყვეტილება, რომ იმ 3 ობიექტიდან, რომელიც უნდა მიმოვიხილოთ დღეს და მომამზადებინოთ კერძების სტუმრებისთვის, ავირჩიო ფობო და აქ გავაკეთო აქაურობის ყველაზე სპეციალური კერძი და ყველაზე გაყიდვადი კერძი სახელწოდებით ფობო. და ნახეთ როგორ გავართმევ თავს ამ ყველაფერს. გავიცანი ინგრედიენტებს, რაც სჭირდება ფობოს გაკეთებას და ერთ საიდუმლო დეტალად, ანუ ჩემს ინტერპრეტაციად, უნდა დავამატო, რაც არ არის კლასიკურ ფობოში, ბაზილიკი, ანუ მწვანე რეხანი. ეხა კეთების დრო. რაც თავარი არის ფობოში, არის ბულიონი. ეს გახლავთ ძვლების ბულიონი, რომელიც სადღაც 12 საათის განმავლობაში იხარშება, შემდეგ ძვლებისგან თავისუფლდება და მთელი ეს კოლაგენი და ღირსეულობა, რაც აქვს ზოგადად საქონლის ხორცს და ძვალიდან გამოსული მთელი ტვინი, ამბავი ყველაფერი არის ამ ბულიონში. ეს არის მთავარი ინგრედიენტი ვიეტნამური ამ კერძის. შემდეგ მოდის, რა თქმა უნდა, ატრია. აქ უკვე ულუფებად განაწილებული მაქვს, მაგრამ ეს ატრია ეხა ესე უბრალოდ ვერ ატრიავდება. უნდა მოვიყვანოთ, ну თვითონ მოყვანილი არის ხა ალდენტია რა, მაგრამ ცოტა კიდევ უნდა შევათბოთ და მოვიყვანოთ. უფრო კარგ ატრიათ ვაქცი. აი, უყურეთ манипуляცია როგორ ხდება. ჩავაწეთ. 1 ჩავაწეთ. 2 და
არ ვიცი ვიეტნამური ღმერთი, მაგრამ ჩვენი ღმერთი სამობითარ და სამ. აჰა, ეს უკვე ატრია მზად არის. ამას ახლა გადამოვიტანთ ისევ ჩვენთან. და მეორე ატრიასაც იგივენაირად მივხედავთ. გადავედით ხორცს. ხორცის თემა არის ახლა ორნაირი. აქ გვაქვს ერთი უკვე მოყვანილი ხორცი და ერთი უმი. ჩვენ ვიწყებთ უმის ასევე ესე უმცირესად მოთუთქვას და ამ ხორცს მე უკვე მოთუთქულს და უკვე მომზადებულ ხორცს ერთმანეთში ანაბრადურებთ და მიდის შემდეგი ინგრედიენტი ხორცი. წავიდა. ასევე დავატრიალეთ. ოდნავ ფერს იცვლის და უკვე შეგვიძლია ამ ჯადოსნურ კერტში მოვახვდეთ. ეს ერთი ულუფა ხორცი წავიდა. ეს წყალი სხვათა შორის ეხა რაც არის, ხშირად უნდა გამოიცვალოს, იმიტომ რომ ქვილი, მაკარონი, ატრიის ქვილის კომბინაცია, ხორცის ზედმეტი დეტალები ასე შემდეგ. ცოტა ამღვრევს ხოლმე და ამიტომ ხშირად უნდა ცვლა და ესეც სულ მდუღარია, ხედავთ, შემოდგმულია და თუხთუხებს. ეხლა ამას ვანაწილებთ. ვუმატებთ უკვე გამზადებულ ეს მოხარშულია. ესე სლაისებად არის დაჭრილი და გადავდივართ უკვე მორთვის და მწვანილების დეტალებს. აი გამზადებული მაქვს უკვე მწვანილები, რომელიც მე გემოვნების მიხედვით შეუძლია ყველა მსურველმა ჩაიყაროს რაც უნდა. არის აქ ქინძი, არის აქ პიტნა, არის აქ წყალში გაღვივებული ლობიო ახალი გაზრდილი, ლაიმი და წიწაკა სიმწარისთვის. არაფერი ჯადოსნური. როგორც გითხარით, ჩემი საიდუმლო ინგრედიენტი, რაც დავამატე ამ მწვანილების მასას, ეს არის უარომატულესი ბაზილიკი. ახოთ როგორ მოეწონებათ ბიჭებს. მივყვებით ახლა აქედან მწვანილებს რას ვამატებთ. აქ არის ორნაირი ხახვი, ახალი ხახვი და წითელი ხახვი ერთმანეთში დაკომბინირებული. წითელი ხახვიც უხდება, რა თქმა უნდა, ყველანაირი ხახვი უხდება იდეაში ყველანაირ წვნიანს, მაგრამ აქ პიკანტურობას წითელი ხახვი ძენს. ეს მწვანილები უკვე აქ მაქვს, ერთადერთი რასაც აქედან ვამატებ, ეს არის ჯანჯაფილი დაჭრილი, ლამაზად. ოდნავ ასაცხარებლად კი მე ცალკე მოგიყვებით სიცხარისთვის რა მოყვება, მაგრამ სილამაზისთვის და კიდევ ოდნავ ასაცხარებლად ორი ცალი მთელი წიწაკაც აქ ვუქნათ. ეხლა ამ ყველაფერს უნდა დავასხათ ციმ გაწმენდილი ბულიონი და ფობო. მზად არის სტუმრებთან წასასვლელად. ჩავასხათ. ვაბუჟბუშეთ. ბიჭო. თავარი რაც გვაქვს კიდე ცალკე სიცხარისათვის, არომატებისათვის გვაქვს სამნაირი соуსი. ერთი უკვე წავიდა ის ცხარე. აქ არის ნიორი, ძმარი და წიწაკა ერთმანეთში ძალიან უხდება სიმჟავის დასამატებლად და ესეც ვიეტნამური, ძალიან არომატული ზეთით და ამბებით ასევე соуსი. ეს გახლავთ ფობოში გაკეთებული სპეციალური კერძი ფობო შონძურად. ნუ ერთი სული მაქვს როდის დავტესტა. კი. Holy shit. აი გაჩერდი ახ. აუ ძალიან გემრიელი. მართლა? კი. მეწნიანი გიყვარ შენ საერთოდ. კი, რას ამბობ. აი რაც გითხარი განსაკუთრებით ნაბახოსევის აი ნუ არ შეიძლება სხვანაირად იყოს. ჯობია ესეც ჩავამატო. ესე იგი ეს არის ცხარე соуსები. აი მე ეს მომწონს, ეს არის ძმარში დამარინადებული, ეს წიწაკა და ნიორი. ეგ იქნება ყველაზე მირთმევ. აი შიკი სიამოვნებით ჩავამატებ. მოდი მე ცოტას ჩავამატო როგორ ჩავამატო, რომ არაფერი დავაშ. მაინც ჩავაგდებ. აჰა, დაგიტოვე. ცოტა სიცხარეს. ისე არ ვქენი, რომ მარტო მე მეჭამა. ბიჭო. არა, ძალიან მაგარია რა, ძალიან გემრიელი. აბა ეხლა ვნახავ ამით გასაჯული მაქვს, ხო? დიახ. უხდება ეგ? მაგრა. და აი ძალიან მაგრა მოუხდა ძმა. აუ. იგრძენი ცხოვრების გემო. ხო. აი საქონლის ხორცი მაინტერესებს. ხო. ბიჭო, ესეც ამანაც თავისი მუღამი მისცა. აკაი რა. ეს რა არის? ეს ხარე არ ნახდათ? რაღაც ტყაბიელტიც გავსურთ. ძალიან კბილი არომატი აქვს რაღაცნაირად. აუ ხელსახოცები მაყურებელს უთხოვოთ რა ხელსახოცები.
გამულელებს. აუ ძალიან გემრიელია ცოტა მართლა. ეძმაო ნახდათ არ შემიძლია არ დაგეთანხმო, მაგრამ წარმოდგენ აი ეხა ამ მინუსი რა არის ჩემთვის, რომ გამოვიცნო შონზოს გაკეთებული არის თუ არა. აი პირველად ჯამ. მეც ერთხელ მაქვს ნაჭამი, მაგრამ ძალიან რთულია. ვაუ. გენიალური არის ფაქტია ზმაო. ძალიან გემრიელია მართლა. შენ და გუნდიშა მოხვალთ აქ ამის საჭმელად აბახუსებზე? დიდი სიამოვნებით რა საბუნო. მოკლედ მე არ ვსვავ, ეხლა ბოლო პერიოდია, მაგრამ მაინც შევჭამდი რო არ ვსვავდი. კი ბიჭო, ანუ გარდა იმისა, რომ რაც თქვენ აბახუსებზე იქნება იდეალური თქვა, ისე და ძალიან გემრიელია და ისე და ძალიან თან ამერს რომ უმატებ ვაფშე რაღაც სასწაული ხდება რა. როგორც გითხარი, შენ ნატურალურებით გააგზელე, მე კიდე უდით შევერა აბა გაგვიმარჯოს. აუ ეხლა ისეთი წითელი წიწაკა ამოვიღებ, დიო კაი არ შევჭამ. ვერ ვჩერდები ზმაო ისეთი გემრიელია. მე ვინც მიცნობს, ყველას გავუკვირდება რომ წვნიანს ვჭამ მე. არ გევასება წვნიანი ბიჭო? აი, იმენა არ მევასება რა. რასა, მაგაზე კაი რა შეიძლება რომ ადამიანმა ჭამოს საერთოდ. ჯანმრთელობაა ეს, რა. მე ხვდები, ვინ თუ არა მე ჯანმრთელობაზე რო ვაყარებო, ვის თუ არა მე ვის უნდა დაუჭერ. ძალიან გემრიელია. მოკლედ მე ვპირდები ამ ხალხს ერთ დღესაც ნაბახუსებზე დაუბრუნდები აქ. შენ ამეტანი ბევრი მოვივიდა წყარი. აუ შემ ნაბახუსებზე დაუბრუნდები და თქვენ უნდა გადამარჩინოთ და მიმკურნალოთ, როდესაც აქ მოვალ რა. ჩემი დღევანდელი სტუმრების გულის გასახარად რიგით მეორე კვებით ობიექტს ვეწვია სახელწოდებით მორთი, რაც ქართულად ნიშნავს მოდის. ეხა მივალ, რა თქმა უნდა, მონაწილეობას მივიღებ კერძის კეთების პროცესში, ოღონ არა უშუალოდ ხელების ჩარევით, არამედ დავაკვირდები მასპინძლები, როგორ ლამაზ კერძს მოუმზადებენ სტუმრებს. კერძი უკვე ნაცნობია, ორაგულის ვაჟე და ღომი. წამოაბა ვნახოთ. ესე იგი, შემდეგი ჩვენი ობიექტი, ჩემოცოდნე არის მორთი, რომელიც სულ ახალი გახსნილი არის ბაზარი ორბელიანზე, მეორე სართულზე მდებარეობს და ეს კერძი არის ღომი და ორაგული ბაჟეში. კი ბატონო. და ასევე მათ აქვთ ღომთან მისაყოლებელი კერძების უამრავი ასორტიმენტი. ღომს რაც უხდება ძმა. პირველ რიგში რაც მინდა ვთქვა, ძალიან მომწონს გაფორმება რა. რაღაც მარტივი აი ხის დაფაზე და ლამაზად ყოფტათ რა. კი ბატონო. ძალიან მომეწონა. სიცხარე რა თქმა უნდა არა. სიცხარე დავსუნა ვაჯიკა. აუ, აი რომატული არის. აუ, თვალები ამეთ. აი. სად რა მოკლედ. ხომა? სოდნიან სამეგრელოში საჭმელების გაგერება? აუ, დაგერხა. აუ, რა გემრიელი ბაჟია? არ შემიძლია არ დაგეთანხმო. კულინარიული შედევრია. მეც გეთანხმები და საქართველოში საუკეთესო საჭმელი ჩემთვის არის გებჟალია. ო. გებჟალიაზე, მაგრამ არაფერი არ მევასება საერთოდ. არ მიჭამია. არა, გებჟალი არ გიჭამია. ბევრი რამა არის, აი ყველაზე მაგარი რა. დაჟე ხინკალი, წვადი მაგას პირველზე არის ჩემთვის გებჟალია. დადებითი მომენტი მანდ რომ სამაგიეროდ წინ მაქვს მაგის გასინჯვა და დატყვევა მაგერზე რა. რა სიტყვი ამაზე? იმდენად კლასიკურად მეგრული გემოებია ამაში, რომ შონზოს ხელს აქ ვერ გვიზნო, ვერა, მე ვერ. ბაჟი არის ხელშეუხებელი. აფერი არა დამატებული ამ ბაჟს დაწუნებული. მაგას დავიდანებით, ან ბაჟი ჩემი აზრით არის კერძი ხელშეუხებელი, რომელიც რა უნდა შეცვალო შეგნი, არ ვერაფერს ვერ შეცვლი. და აი ნაღლი, გემრიელი, ბაჟე და ღომი. ძალიან კაი იყო, მაგრამ მგონია რომ შონზოს ხელი აქ არა, ზუსტად აი აქ არ არის.
არის. აბა მესამე ვნახოთ და მე კი ბატონო. ვიფიქროთ. დავაკვირდეთ მესამეს. შიდა სამზარეულოს სპეცგამოშვების მესამე მასპინძელთან ვიმყოფებით Rap Master-ში. ვინაიდან და რადგანაც მე უკვე ჩემი მოსამზადებელი კერძი მომამზადე, დავაკვირდეთ პროცესს თუ როგორ მზადდება კლასიკური რეპი. კიკოს соуსი, ანუ პომიდორი და კომბინაციები, რა თქმა უნდა პიტა, სალათის ფურცელი, ქათმის ხორცი, რა თქმა უნდა შემწვარი და სპეც соуსი, ხო თუ როგორ ქვია? რანჩის соуსი, კლასიკური соуსი. სულ ეს არის ორი ულუფა მომზადდება ახლა სტუმრებისათვის და მოდი ერთად დავაკვირდეთ კეთების პროცესს. შემდეგი ჩვენი სტუმარია, შემდეგი ჩვენი კერძი არის Rap Master-ი. Rap Master-ის სტუდიაში. კლასიკური რეპი, რომელიც აი ასე გამოიყურება. ულამაზესად. Rap Master-ი გიჭამია აქამდე? კი. მეც. ვერაზე არის ახლო-მახლოში ჩვენთან და მე გამოძახებით მოხსნა. ხო, გამოძახებით. ანუ ახლო-მახლოში მაინც მეზარება გადასვლა, ასე რომ ასე რომ, მაგრამ კლასიკური არ მაქვს გასინჯული. საქონლის ხორცს ყიდულობ ხოლმე, ძალიან მიყვარს, ძალიან გემრიელი. აი კლასიკურსაც დავაგემოვნებ ახლა თქვენ თვალს. ექსკლუზიურად თქვენთვის. ახლა დარწმუნებული ვარ დაწევი. აუ ძმაო რეკლამას აკეთე თქვენ და მაგიტო ყველა პერიკი გემრიელება. მოდით გასინჯეთ, ნო. მოდით გასინჯეთ, რამე ისე არ იქნება, როგორც ჩვენ თქვით, კომენტარებში დაწერეთ. რამე უცხო გემუხო არ ხდება შემთხვევით. აი მაგაზე ვფიქრობ ახლა. რაღაც ციკოს სალათია უფრო მეტი არა? ვიდრე ჩვეულებრივ აქვთ ხოლმე. მომასაც გძნობ და ვერ ხვდები რა არის. მე რაღაც სალათი მე ბევრას ავიდა. რაღაცა არის. რაღაცა იმალება აი ხო დავამუღამე მეც რომ სალათის გარდა კიდე რაღაცა ინგრედიენტია შენი ჩამაგული. საკმაოდ რთული გამოსაცნობია მინდა გითხრათ რა. მე მითხრა მერიკიდან დავიწყოთ რომ შენ ძალიან მაგარი ხელი აქვს და მაგრა აკეთებს ყველაფერს. აქ რაღაცა გაკეთებული რომელიც მაგრა უხდება ამასთან და თან განსხვავებული ემოს აძლევს, მაგრამ ვერ გაიგე რა. რამე ოპერაცია რო ჩავატაროთ გამოშიგნის. რო ვკითხოთ. რა დამაც ეს უკაცო. ვერ გავიგეთ. ნუ ცდები. საქმეს მიხედავ. ჩემო სტუმრებო, როგორი სიამოვნეთ პირველ რიგში? ძალიან კაი იყო, ყველაფერი ძალიან გემრიელი იყო და მადლობა ყველა იმ დაწესებულებას, რომელმაც ესეთი გემრიელი კერძები ვაჩუქეს და გვაჭამეს. იყო შემტევი სტილი? შემტევი კი არა და ლამის დაუმარცხდი რაღაც მომენტში, იმიტომ რომ აი ამდენი ჭამაც არ შეიძლება. რას მიშვები? დიეტაზე ვარ კაცი. ეხლა რა მოხდა მე გეტყვით, ვიფუსფუსეთ მე და ორი კვებითი ობიექტის ზარეულებმა. ამ სამიდან ერთ-ერთი კერძი თავიდან ბოლომდე სრული ციკლით შევქმენი მე. დანარჩენი ორი იმ კვებითი ობიექტების ზარეულებმა, რომლებიც წარმოდგენილი იყო თქვენს წინაშე. პირველ რიგში ძალიან ეკლექტური იყო, იმიტომ რომ სპეციალური გადაცემა ეს. თვითონ დღეს რა კომბინაციაც მიერთვით ძალიან ეკლექტური იყო, ვიეტნამური, მეგრული, ამერიკული, ევროპული. სადაური ეს რეპი არ ვიცი. მეგონი? ევროპას დავაბრალოთ. ავტონომიური რესპუბლიკა, რომელიც აღარ არსებობს, რომელიც ისედაც ჩვენია და სამოჩაბლოკო. ხო? არის ასეთი ქვეყანა, მას საქართველო ქვია. და მაგ ინტერპრეტაციით არის ასეთი ქვეყანა, მას სამოჩაბლო ქვია. აი ხა.
აფხაზეთი საქართველო. გადავდივართ პირველ რიგში რეიტინგზე, აი ამ ეკლექტიკაშიც მაინც რეიტინგი მინდა. რომელი მოგეწონათ ყველაზე მეტად? ვინ დაიწყებს? ცოტნემ დაიწყოს. ყველაზე მეტად ალბათ პირველ კერძს დავაყენებ. პირველ ადგილას დავაყენებდი პირველ კერძს. ბოდიში, მე გულსამზარეულოსთან, მაგრამ ნუ ის რაღაცა განსაკუთრებული, ხო, ფობო, აი, ნუ რაღაცნაირად აი ძალიან ისეთი იყო რა. ნოყიერი, წვრიანი, ყველაფერში გამო ისე საჭმელად, გაჭირვებაში, ხილში, ყველა კაი. კომბინაციას. კელეხში შეიძლება კელეხშიც გამომაჩ შეიძლება. საგონის ხორცი ამოვაკელი და მეორეზე აუცილებლად ბაჟეს და ღომს დავაყენებდი მით უმეტეს რომ ამ შემთხვევაში არ განვიხილოთ როგორც კერძი, არამედ განვიხილოთ როგორც გემოები. აი ხო და არა, გურმანული გემოებით იქნება უსამართლო, იმიტომ რომ სამივე არის იმდენად რადიკალურად განსხვავებული ერთმანეთისგან, რომ აი შეუძლებელია რომ რომელიმე ერთი მეორესგან ან შეადარო ერთი მეორეს და გამოარჩიო ერთი მეორესგან, იმიტომ რომ როგორ სიამოვნა ამ სამიდან ისე სიამოვნოს ამბავში, აი ვამბობ პირველი ღომი და მეორე და ვრაპმასტერი. პირველზე ვიეტნამი ფობო, აი საოცრება ამდენი ინგრედიენტი ერთად და ესე უხდებოდეს ერთმანეთს არ ვიცი როგორ შეიძლება მოხდეს. და დანარჩენი ახლა სამეგრელო კლასიკური მეგრული გემოები რეპია რა, გემრიელი, წვნიანი. თავარ კითხვაზე გადავდივართ. თავარ კითხვა მართალია სპეციალური გამოშვებაა შიდა სამზარეულოს, მაგრამ შიდა სამზარეულოს იდეა მაგიტომ შეიქმნა, რომ თავარი კითხვა დასმულიყო, რომელი არის ჩემი გაკეთებული კერძი. სპეციალურ გადაცემაშიც იგივე კითხვას გისვამთ ორივე სტუმარს. ხო, ბაჟეზე და ღომზე შევთანხმდით, რომ არ არის შენს გაკეთებული. და ეს ორი კერძი გადავინაწილოთ. მე ვიტყვი ვრაბს და შენ თქვი ფობოს და რომელიმე მოვიგეთ. რავი, თუ გინდათ ორივე მე ვიტყვი მაშინ იმას. არა, პროსტა რა არის, იცი, ის არ ვიცი როგორი უნდა იყოს ორიგინალი. ეს ძალიან გავს ორიგინალს, მაგრამ რაღაც თითქოს გემო მეც და შენს რაღაც განსხვავებული გემო დავიწყო. არ ვიცი. აი, ვრაბმასტერი თქვა. მოდი, ვრაბმასტერი. ხო, რა მე რაღაცა გემო ვერ გავიგე, ის გემოა, მაგრამ აი რაღაც გემო მეუცნაური რა. მეც რომელიც უხდება და სპეციალურად გონია რომ გაკეთებულია იმის გამო რომ ეგ გემო მოუხდეს ამას რომ ვერ მიუხდეთ რომ რაღაცა დამატებული. ლოგიკურია ხო ეხლა ის. ამბობთ რომ ეს კლასიკური რაპმასტერი არ არის და არის ჩემი ინტერპრეტაციით შექმნილი რაპმასტერი. ხო და მოდი მე პირველს ვიტყვი რა ფობო. მე ვამბობ ამას. სანამ გავიგებთ ეხლა სინამდვილეში, ნუ ეხლა მაყურებელმა იცის, იმიტომ რომ უყურა როგორ ვიფუსფუსე და გავაკეთე ეს კერძი. გადავახვიო და ჩვენც ვნახოთ. ხო. ეგ იყო? თურმე რა ყოფილა. ხო და სანამ გამოვაცხადებდე თქვენს წინაშე ამ ყველაფერს, მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და იუბილარს მიულოცო დაბადების დღე. ერთ-ერთმა ამ სამი ობიექტიდან პატარა სიურპრიზი მოგიმზადა ჩემო იუბილარო. ვა, რამაზი დღეა, რანათელი მზეა, იმიტომ რომ დღეს ცოტნეს დაბადების დღეა. გილოცავ. მადლობა ხალხო, მადლობა. შენ რომ მოგეწონა და პირველ ადგილზე გაიყვანე ფობოსგან, ეს არის ბანანის დესერტი. ოპა. გამოს მივირთმევ. თქვენც ჩემთან ერთად არ შეიძლება ხა, როგორ შეიძლება? დაბადების ტორტი როგორ უცხოელია. გაჭერი ეხა შენ და მე მივხედავთ ჩვენც. ვაიმე რა კაია. მადლობა გადავხადოთ რიგრიგობით ჩვენს მასპინძლებს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ფობოს, შემდეგ რა თქმა უნდა, მეგრულ სამზარეულოს მორთი და რა თქმა უნდა, რეპმასტერს. ეხლა მე პატარა საინფორმაციო ტექსტსაც გაგაცნობთ რეპმასტერთან დაკავშირებით. არა მარტო აქ ბაზარი ორბელიანზე ბუდობს რეპმასტერი, ასევე არის ერეკლე ტატიშვილის 16 ნომერში, ვაჟა-ფშაველას 16-ში, იულო მოსაშვილის პირველში, ვეკუას 3-აში, შალვა უცუბიძის 96-აში, მირიან მეფის 46-ში, ქერჩის 36-ში და მოსკოვის გამზირი 13 ნომერში. უბნები მოცული, მოსკოვის გამზირი 13. უბნები ვერა ვაკე საბურთალო სამგორი გლდანი. ასე და ამრიგად შედგა გადაცემა, მეც გავსინჯავ. კი, მივირთვით გემრიელია ძალიან. იუბილარის ტორტს. მადლობა ძალიან დიდი მოწვევისთვის, გემრიელი კერძებისთვის, გემრიელი დესერტისთვის და დაბადების დღის მოლოცვისთვის და მადლობა რომ ხართ და მიყვარხართ და გაფასებთ. თქვენს და თქვენს მაყურებელს. შეცმუნებულები ხართ, იმიტომ რომ არ თქმულა რომელი კერძი გავაკეთე მე. თქვენ ისე მოგეწონოთ დესერტი რომ დაგავიწყდეთ. გავერთეთ. ერთ-ერთმა პირთაგანმა გამოიცნო. გავიწყდეთ კერძი. შვილი ხო? შვილმა
მე შევქმენი და აღმოჩნდა რომ თურმე შემძლებია არა მარტო ქართულების, არამედ უცხოურების კეთებაც. ვიეტნამური კერძი, ფობო. Yes. ვიეტნამური? აბო? ეხლა გაიგე რომ ვიეტნამურია? არა, რანაირად. რანაირად და დავხედე თუ იყო რა დაამატე რო გეტყვი. და ინგრედიენტები რაც იყო მწვანილი რომ მოდიოდა ცალკე და თქვენ შეგეზავებინათ იქ ვიპოვე რომ ძალიან მოხდებოდა ამ კომბინაციას ბაზილიკი ანუ მწვანე რეჰანი და აქვე მეგობრებთან ვინათ ხოლე ცოტა მწვანე რეჰანი და თქვენს ვერსიაში ბაზილიკით იყო ანუ ვერსია აკაურობის ბაზილიკის გარეშეა ჩემი ინტერპრეტაცია იყო ბაზილიკი მადლობა სტუმრებს მადლობა მასპინძლებს მადლობა ბაზარი ორბელიანს ეს იყო სპეციალური გამოშვება შიდა სამზარეულოსი ვიმედოვნებ რომ ამდაგვარი სპეცგამოშვებები კიდევ იქნება იმიტომ რომ გარდა ბაზარი ორბელიანისა ფუდკორტები თბილისში ბევრ ადგილას არის და აბატონო გახურდით სადაც ცოტნეს დაინახავთ YouTube-ზე ვიდეოში და შონზიკას ყველაფერი გამოიწერეთ ეს აუცილებლად გამოიწერეთ აბა რა ხომ მოვალ შეხედრა